1099 წელს საქართველოს სამეფო ტახტზე 16 წლის მეფე დავით მეოთხე ავიდა. 1125 წლამდე მან სრულიად სამხრეთ კავკასიის გათავისუფლება მოახერხა აღმოსავლეთის გავლენისაგან და უდიდეს წარმატებას მიაღწია. პოლიტიკური და სამხედრო გამარჯვებების პარალელურად ქვეყანა ეკონომიკური აღმავლობისა და კულტურული განვითარების გზას დაადგა და საბოლოოდ საქართველო ახლო აღმოსავლეთში უძლიერეს ქვეყნად იქცა, რისთვისაც საუკუნეების შემდეგ მეფე დავითს შთამომავლობამ აღმაშენებელი უწოდა. ყველაზე ძლევამოსილ ქართველ მეფესთან, დავით მეოთხე აღმაშენებელთან დაკავშირებით არც თუ ისე ცოტა რამ შემორჩა. მონასტრები, ეკლესიები, ფრესკები, ეპიგრაფიკული ძეგლები, ისტორიული საბუთები, საეკლესიო ნივთები. თუმცა მეფე დავითის ანდერძი შიომღვიმის მონასტრისადმი არა მხოლოდ დავით აღმაშენებელთან ან მის ეპოქასთან დაკავშირებული წერილობითი ძეგლების, არამედ მთელი ქართული დიპლომატიკური მემკვიდრეობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. საბუთმა სრული სახით მოაღწია მე-20 საუკუნის დასაწყისამდე. საბუთი არსებობდა 4 კეფის სახით, ანუ 4 ნაწილის სახით, დაახლოებით 2 მეტრი იყო მისი სიგრძე, მაგრამ სამწუხაროდ ამჟამად ჩვენ შემორჩენილი გვაქვს მხოლოდ 1 კეფის, ანუ მე-4 კეფის მცირე ნაწილი. საქმე ის არის, რომ 1914 წელს თავდაპირველად გაჩნდა საშიშროება, რომ სამხრეთ კავკასიაში ოსმალური ჯარები შემოჭრილიყო. აქედან გამომდინარე 1915 წელს იქნა მიღებული მეფის რუსეთის მთავრობის მიერ ყველაზე მნიშვნელოვანი არქივების, რომელიც ინახებოდა სამხრეთ კავკასიაში და დაცულიყო საქართველოში, გახიზნვისა ჩრდილოეთ კავკასიაში მათი გაგებით შედარებით უსაფრთხო ადგილას. ასე რომ ათასობით ისტორიული საბუთი და საარქივო მასალა იქნა დატვირთული და გატანილი ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე ქალაქში, სადაც იყო დაცული რამდენიმე წლის მანძილზე. 1918 წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა ჩამოყალიბდა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ, ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენი ეს დიდძალი მასალა, დიდძალი საარქივო მასალა და ისტორიული დოკუმენტები აღმოჩნდა სხვა სახელმწიფოში, ანუ რუსეთში, რომელშიც სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, შესაბამისად ჩვენ ამ საბუთებისადმი ხელი უკვე აღარ მიგეცდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდშიც იყო მცდელობა შეექმნათ შესაბამისი კომისიები, იმისათვის რომ უცხოეთში გატანილი ქართული მასალა დაებრუნებინათ უკან. შემდეგში დაიძრა ეს საკითხი უკვე საბჭოთა პერიოდში, როცა საქართველოს გასაბჭოებული, გაწითლებულია და შეიქმნა მოსკოვში კომისია, რომელსაც ევალებოდა საქართველოსთან გატანილი განძრევლობის უკან დაბრუნება, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში ევაკუირებული ქართული არქივებისა და ისტორიული საბუთებისა. 1923 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში მივლინებული სარგის კაკაბაძე საქართველოსთან გატანილი ისტორიული საბუთების, სამუზეუმო კოლექციებისა თუ საარქივო მასალის ძიებას შეუდგა. გადაუმოწმებელი ცნობებით საქართველოსთან გატანილი განძი ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე პუნქტში იყო განლაგებული. სარგის კაკაბაძემ თანამოაზრეებთან ერთად ყველა ეს ადგილი მოიარა, მოიძია მიმობნეული მასალა, დატვირთა ვაგონებში და საქართველოსკენ გამოამგზავრა. სამწუხაროდ საკმაოდ დიდი ნაწილი და განსაკუთრებით ძვირფასი ნაწილი ამ არქივებისა და ისტორიული საბუთებისა დაიკარგა, მათ შორის, როგორც აღნიშნავენ, 3000-მდე ტყავზე თუ ქაღალდზე შესრულებული ისტორიული საბუთი დაიკარგა ჩრდილოეთ კავკასიაში და მის კვალს უკვე ვეღარ მიაგნეს. აი ამ 3000 საბუთიდან, რომელსაც ეძებდა სარგის კაკაბაძე, მან მიაგნო 5 საბუთს, რომელთა შორის იყო დავით აღმაშენებლის არის ჩვენთვის ძალიან კარგად ცნობილი სიგელი, ანდერძის შიომღვიმის მონასტრისადმი. იმ ათასობით დოკუმენტს შორის, რომელიც საქართველოს დაუბრუნდა, დავით აღმაშენებლის სიგელის ნაშთიც იყო, რომელიც დღეს საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული. თავის მოგონებებში სარგის კაკაბაძე
აბრამ ევანგულოვის სიტყვებს იხსენებს. ცხენი მიმყავდა ვითომ მოსაძოებლად და ისე ჯარისკაცების დაუნახველად ავკრიფე რამოდენიმე ნაფლეთიო. ერთი ამგვარი ნაფლეთი არის ხელის დადება ნაგლეჯი დავით აღმაშენებლის ანდერძისა, რომლის სიგრძე 2 მეტრი იყო. გული მიკვდებოდა, როდესაც ამ ნაფლეთებს ვუყურებდი. ნაშთს 3000 ძვირფასის სიგელგუჯრისას. ამ დოკუმენტს თარიღი არ უზის და დათარიღება ხდება ამ დოკუმენტისა ტექსტში ასახული ისტორიული რეალიების გათვალისწინებით. ტექსტის მიხედვით მეფე დავითმა ანდერძი შეადგინა თბილისის შემოერთების შემდეგ და შარვანში ლაშქრობის წინ. თბილისის აღება დავითმა შეძლო 1122 წელს, ხოლო 1122 წლის შემდეგ შარვანში 2 ლაშქრობა იყო, 1123 და 1124 წლებში. შარვანი ეს გახლდათ საქართველოს სამეფოს აღმოსავლეთი მეზობელი სახელმწიფო. იმდროინდელ ამიერკავკასიაში შარვანის შაჰების სახელმწიფო იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი პოლიტიკური ერთეული და აი დავითის გალაშქრება და შარვანზე კონტროლის დამყარება რეალურად ნიშნავდა იმას, რომ დავითის გავლენა სცდებოდა საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებს და პრაქტიკულად აღმოსავლეთ ამიერკავკასიას თითქმის მთლიანად ფარავდა. მე აქვე ვიტყვი, რომ შარვანსა და კასპიის ზღვას შორის დარჩენილი იყო ერთადერთი პოლიტიკური ერთეული, ეს იყო დარუბანდის სახელმწიფო და აი სწორედ დარუბანდი რჩებოდა დავით აღმაშენებელს იმისათვის, რომ თავისი სახელმწიფოს გავლენა შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე გაევრცელებინა. ანდერძი მოგეხსენება 1123 წელსაა დაწერილი. ეს არის საქართველოს გამარჯვებების ხანა, 2 წლით ადრე 1121 წელს დიდგორზე დავითმა დაამარცხა მუსლიმთა კოალიციური ლაშქარი, რომელსაც ილღაზი სარდლობდა და მომდევნო წელს 6 თვიანი ალყის შემდეგ აიღო თბილისი 400 წელ ქონებულ სპარსთან. დავითის წარმატებებით შეშფოთებულმა სელჩუკთა სულთანმა მაჰმუდმა გადაწყვიტა ბოლო მოეღო ქართველთა დომინაციისათვის ამიერკავკასიაში. შირვანში შეიჭრა და დაატყვევა იქაური შირვანშაჰი, რომელიც ქართველთა კლიენტი გახდა. მაჰმუდმა, რომელსაც იმედი უკვე გადაწურული ჰქონდა, რომ საქართველოს მიწაზე შეძლებდა დავითის დამარცხებას, ის გამოიწვია შირვანის ფართო ველებზე. ძალიან მძიმე ლაშქრობა იყო შირვანში, სხვათა შორის 1123 წელს. მაშინ სულთანმა ძალიან დიდი ლაშქარი შეკრიბა დიდგორის ველზე, ვის დამარცხდა ეს მაჰმუდის სულთანი და დავით ისეთი შეურაცხყოფელი წერილი გამოუგზავნა, რომ შენ ტყეთა მეფე ხარ, მოკლედ ვითომ დიდგორის ველზე ამ ძალიან კარგად და სტრატეგიული თვალსაზრისით შერჩეული ადგილის გამო მოიგო დავით აღმაშენებელმა ეს ბრძოლა და გამოდიდა გაშლილ ველზე შემერკინდა. აღმაშენებელმა გამოწვევა მიიღო, ლაშქარი შეყარა და შირვანში შეიჭრა. შემდგომ განვითარებული მოვლენები საკმაოდ კარგადაა ცნობილი. თურქები ისე დაზაფრა ქართული ლაშქრის სიძლიერემ, რომ ბრძოლას თავი აარიდეს და ქალაქში შეიკეტა. დავით აღმაშენებლის სამხედრო ნიჭი, როგორც სხვა ბრძოლებში არა, აქაც კარგად გამოჩნდა. ჯერ გზა გადაუჭრა სულთნის დასახმარებლად წამოსულ ჯარს და მერე როდესაც უკვე მიადგა შირვანში და სულთანს უნდა შემოდა, იმენად შეშინდა სულთანი, რომ მიქწერს პირდაპირ დავითის ისტორიკოსი, რომ სასუდნით გაიპარავა, ანუ საკანალიზაციო მილით გაიპარა სულთანი. ერთი შეხედვით ეს წარმატება იოლად მისაღწევი იყო. საბუთის შესწავლამ კი აჩვენა, რომ დავითი საკმაოდ შეშფოთებულია და მას ეეჭვება კამპანიის შესაძლებლობები. დავითის ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ სელჩუკთა უკუქცევის შემკურე მეფე მიწაზე ემხობა და ხმამაღლა უხდის მადლობას ღმერთს. ზოგადად შუა საუკუნეებისთვისაც გზნობების გამჟღავნება არ ერიდებოდათ. ეს აქცია შეიძლება მთლად უცხოც არ იყოს. ჩვენ შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ სალადინი, როდესაც ჰატინთან გამარჯვების შემდეგ ის ასევე დაემხობა მიწაზე და ალლაჰს მადლობა შესწირავს ტირილით გამარჯვებისათვის. ასევე ვერ ფარავს ემოციებს დავითიც და მისი ეს აქციელი არის ლოგიკური გაგრძელება შემოქმნის ანდერძში ასახული მისი სულიერი მდგომარეობის. თუ დავაკვირდებით, თუ რა ძლიერ მეტოქესთან ჰქონდა მაშინ დავით საქმე, მისი ეს აქციელი უცნაური სულაც არ მოგოჩვენება. დავით უპირისპირდება დიდ სელჩუკთა სასულთნოს. არა რომელიმე თურქული მომთაბარე ტომის ლაშქარს, არამედ სელჩუკთა რეგულარულ ჯარს და ისიც საქართველოსგან შორს. მისი მეტოქეა მაჰმუდი
ალფ-არსლანის ჩამომავალი და მალიქ-შაჰის შვილიშვილი. 1123 წლის შესახებ თორებალი მსროლი იყოს, მოიყვანა კიდევ ერთ ცნობას მე-12 საუკუნის არაბი ისტორიკოსის იბნ ალ-იმრანის თხზულებიდან ცნობები ხალიფების ისტორიიდან. დავითის ისტორიკოსმა შემოგვინახა სელჩუკის სულთნის წერილი, დავითის პასუხი კი არაბმა მატიანესთან შეგვიძლია ვიპოვოთ. ირკვევა, რომ შირვანის შეჭრილმა ამაშენებელმა მოციქული გაუგზავნა სელჩუკთა სულთანს და წერილი წაახლა. შენზე გავიგე კითხვამს, წავალ და მოუთხრი დავითის სახლს. მე ახლა შენსკენ გამოვედი 50 ფარსახზე და თუ კაცი ხარ, შენ გამოდი ჩემსკენ 5 ფარსახზე. ფარსახი არის არაბული მანძილის საზომი ერთეული და ის 6 კილომეტრს უდრის. ანუ დავითი ეუბნება სელჩუკთა სულთანს. მე შენსკენ უკვე 300 კილომეტრი გამოვლე და შენ თუ შეგიძლია 30 კილომეტრი მაინც გამოიარე ჩემსკენო. როგორც გაირკვა, ამ მანძილის გავლის ძალა და სურვილი სელჩუკთა სულთანს არ აღმოჩნდა. ეხლა ჩვენ მე მოუბრუნდები უშუალოდ დოკუმენტს ანდერც, რომელსაც დავითი ტოვებს შიომღვიმის მონასტერში. და აი ამბობს, რომ როდესაცო წმინდა შიოს საფლავს მოვეახლეო, ჩემმა მოძღვარმა ბერმა არსენმა, რომელიც გახლავთ სახელოვანი არსენი ყალთოელი, შემომთავაზა მირჩია, რომ შემედგინა ანდერძი შიომღვიმის მონასტრისადმი და აი სწორედ ეს ის დოკუმენტია, რომელსაც ახლა ჩვენ განვიხილავთ. ანდერძი უშუალოდ დავითის კარნახით უნდა დაწერილიყო და სავარაუდოდ არსენი იყო მისი ძირითადი ნაწილის, ნუსხურად ნაწერი ტექსტის დამწერიც. დოკუმენტს თავსა და ბოლოში ახლდა დავითის მხედრულად შესრულებული ავტოგრაფი. დოკუმენტი იწყება ძალიან საინტერესოა ეს ანდერძი, ის მოგვითხრობს საერთოდ რატო გაუჩნდა დავითს ასეთი სასოება მაინცა და მაინც შიომღვიმის მონასტრისადმი და დავითი შორიდან იწყებს ამ ამბის მოყოლას და ის ყვება, რომ დიდი ხნის წინ მას ქართლში ჰქონდა ბრძოლა ერთ-ერთ დიდ ფეოდალურ სახლთან. ამ დოკუმენტიდან, ამ ანდერძიდან ჩვენ ვიგებთ ვინ არიან ამ ფეოდალური სახლის წარმომადგენლები. ორნი ძმები, ერთი გახლავთ ძაგანი, რომელიც დიდი ფეოდალია და სავარაუდოდ მისი გავლენა მოიცავს დაახლოებით თანამედროვე მუხრანს, ზედაზნის ციხის მიდამოებს, ანუ ეს არის მცხეთისგან ჩრდილოეთით მდინარე არაგვის ორივე ნაპირას ვრცელდება მისი გავლენა და როგორც ჩანს ზედაზნის ციხეც ამ ძაგანის საკუთრებას წარმოადგენს. ხოლო აი ამ ძაგანს ყავს ძმა მოდისტოსი, რომელიც ირიბად შეგვიძლია დოკუმენტიდან ვიფიქროთ, რომ არის მისივე ძმის ასე ვთქვათ, საპატრონაჟო ტერიტორიაზე მოქმედი წილკნის საეპისკოპოსო კათედრის მფლობელი. ანუ აი სხვაგვარად რო ვთქვათ, აი ამ ნაწილში ძმებს განაწილებული აქვს საერო და საეკლესიო ძალაუფლება. ერთი არის იმ ხარის უზენაესი ფეოდალი პატრონი, ხოლო მეორე არის ამ ხარეში უმაღლესი მღვდელმთავარი, რომელიც აი ამ ხარეს განაგებს. ანუ აი ძალიან საინტერესო სურათს გვიხატავს დავითი, როგორ ახდენს ფეოდალური ოჯახი მათი საგამგებლო ტერიტორიის სამამულად ქცევას, როგორც საერო, ისე სასულიერო სფეროში. და აი ამ ვითარებაში მიდის კონფლიქტი, იწყება კონფლიქტი სამეფო კარსა და აი ამ ფეოდალურ ოჯახს შორის და ეს პროცესი მთავრდება ძაგანის დამარცხებით. აი აქ წერია პირდაპირ, რომ ძაგან და მისი ძმა მოდისტოსი. ეს ძაგანი ღამართისა არ დამრიდი, რომ მიიტაცა მან ბევრი ხამ, რომ თავის პატრონთა წინააღმდეგ, პატრონთა წყალობამ ისევ მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენა. და მისი ძმა მოდისტოსი წინა უკა მღვდელმთავარიო ესე წერია მასზე, რომელმაც მიიტაცა ასევე წილკნის ეპისკოპოსი და დასვა ის ძაგანმა. ეს აბულეთის ძეები იყვნენ სეპარატისტული მიდრეკილებების და იმ კახეთის სამეფოს შემოერთებაში ძალიან უშლიდნენ ხელს. თქმა უნდა, დავითის დროს იყო მაინც უმეტესი ნაწილი, ძალიან ძლიერი ნაწილი საზოგადოების, საერთო პოლიტიკური ელიტის, ამ საქართველოს განმტკიცების და ერთიანობის მომხრე და დაეხმარნენ დავითს აი ამათ შეპყრობაში. დამარცხებულმა ძაგანმა შიომღვიმის მონასტერს შეაფარა თავი. თუმცა მეფის ერთგულმა ბერებმა ურჩიდიდებული დავითს მიჰგვარეს. როგორც ჩანს, მეფე ცდილობს, რომ დაუფასოს ის სამხედრო პოლიტიკური მხარდაჭერა, რაც მონასტერმა მას გაუწია, იმიტომ რომ მონასტერს რო არ გამოეყვანა თავად ძაგანი, მაშინ მეფეს დაჭირდებოდა სამხედრო ღონისძიებით მონასტერში შეჭრა, რაც მაინცა და მაინც სასურველი არ იყო, რასაკვირველია მეფის რენომისათვის
და აი სწორედ აქ ჩნდება დავითის ერთ-ერთი მრჩეველის არსენ იყალთოელის სახელი და აი ეს არსენ იყალთოელის თავაზობს მეფეს, რომ მონასტერს განუწესოს ტიპიკონი თავად. აი, აქ არის ასევე ძალიან საინტერესო პასაჟი, რომელიც თანხმდება დავითის ისტორიკოსის ცნობას, რომ დავითმაო წესი და განგებანიო ეკლესიებსო მოსთხოვაო, რომ სამეფო კარიდან წაეღოთ. ეს არის ისეთი პასაჟი დავითის ისტორიკოსთან, რომელსაც არ აქვს ერთგვაროვანი ახსნა და დღემდე იწვევს რაღაცა კითხვასხმაობებს და რაღაც შეხედულებებს, განსხვავებულ შეხედულებებს კვლევართა შორის და აქაც იმეორებს ამას ეს ანდერძის ტექსტი. მაგრამ აქ რა იგულისხმება, იცით და ეს ეხმარება იმ პასაჟის გაგებას, რომ დავითმა დაუდო მთლიანად შიომღვიმის მონასტერს ეგრეთ წოდებული სვიმეონ წმინდის ტიპიკონი, წესი და განგება. ეს ტიპიკონი იგულისხმება ეკლესიისა და მონასტრის ღვთისმსახურების წესი, ბერების მთელი დისციპლინარული ნაწილი შედის ამ ტიპიკონში და აქ ძალიან საინტერესოა ის, რომ სვიმეონ წმინდის, ანუ ისე აღმოსავლური ეკლესიისათვის ერთ-ერთი ცნობილი სირიაში მდებარე აღმოსავლეთი საქრისტიანოს ერთ-ერთი ცნობილი კერის ტიპიკონი დაუდო ნიმუშად, მაშინ როდესაც ქართული ეკლესია სადღაც უკვე 2 საუკუნე გადასული იყო ბერძნულ ბიზანტიურ ტიპიკონზე. და აი მეფემ დაუდო ეს ტიპიკონი და პრაქტიკულად აი ამ გადაწყვეტილებით მეფემ შიომღვიმის მონასტერი აქცია ეგრეთ წოდებულ სამეფო მონასტრად, უფრო ზუსტად რო ვთქვათ, ბერთა რესპუბლიკად, რომელიც ეკლესიის შიგნით სარგებლობდა შეუვალობით. აი ძალიან საინტერესო დეტალი ჩანს ამ დოკუმენტში და იერარქიულად მონასტერი როგორც ჩანს არ ექვემდებარება თვით კათალიკოსსაც კი. არცა ქართლისა კათალიკოსისა საქმე არს მღვიმესა ზედა, არც ავის ზღვისა ეპისკოპოსისა, არცა ზვერი, არცა მეფეთა. უფალი მღვიმისა ღმერთია, მეუფე, წმინდა იმამა იშიო. ანუ ეს ძალიან გავს თავისი სტრუქტურით დღევანდელი, აი დღეს ყველაზე მეტად ცნობილ ათონის მონასტრებს, ანუ ეგრეთ წოდებულ ბერთა რესპუბლიკას, რომელიც ძალიან დიდი ავტონომიითა და შეუვალობით სარგებლობს. სხვათა შორის, აი მინდა რომ ხაზი გაუსვა, დავითის ისტორიკოსთანაც ეს ძალიან კარგად ჩანს, იგივე ლუის ურბნისის კრების დადგენილებებში და მის სინოდიკონში, რომელიც მას ახლავს, რომ დავითმა გააფართოვა სამეფო ხელისუფლების არე, რომელიც ისედაც დიდი იყო, მეფის ხელისუფლება არის კურთხეული საკრალური ძალაუფლება, მაგრამ მან გააფართოვა იმით, რომ ახალი შინაარსი შეძინა, ეს არის კანონიერების დამცველი. კანონიერება იყო იმ დროს ერთადერთი და ყველაზე რაციონალური გამოსავალი იმ შექმნილი მდგომარეობიდან, რომ ქვეყანაში ცხოვრება ეს იერარქიული ვერტიკალი, ყველა საფეხური კანონიერების ჩარჩოში ჩაეყენებიათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებად მიმაჩნია მე, რომელიც ამ ანდერძის ჩანს და დავითის ცხოვრებაშიც. და ეს ქართული სახელმწიფოს განვითარებას სრულად ახალ პერსპექტივას უხსნიდა სწორედ ეს კანონიერების ასე ამაღლება და ასევე იყო დასავლეთ ევროპაში, სადღაც მე-12-13 საუკუნეს სამეფო ხელისუფლებამ შეიძინა აი საკრალური, მხოლოდ საკრალურიდან გადავიდა ის კანონიერების დამცველ ძალაუფლებაზე. დავითი იწყებს დიდი შეწირულობების გაცემას მონასტრისათვის. დოკუმენტში ჩამოთვლილია შიომღვიმის ძველი პრივილეგიები და იმუნიტეტური უფლებები. მონასტერს წირავს სოფლებს, მიწებს, ქულბაქებს, საღვთისმსახურო თუ ყოფითი დანიშნულების ნივთებს და ასე შემდეგ. ერთ საინტერესო დეტალს შევნიშნავ კიდევ დავით აღმაშენებლის ისტორიიდან ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ბოლო ბაღვაში ამოვარდა და ბაღვაშთა ფეოდალური სახლის მამული დარჩა პარტახტად, ანუ უმემკვიდრეოდ, დავით აღმაშენებელმა ეს მამულები დაიჭირა. ოღონდ სათავისოდ კი არ აიღო, ანუ სამეფოდ, არამედ ის შეწირა გელათის მონასტერს. და ძალიან საინტერესო არის ის, რომ შიომღვიმის მონასტერს დავითი წირავს იმ მამულებს და ციხეებს, რომელიც მანამდე უკავია ძაგანს და მოდისტოსის ფეოდალურ ოჯახს. მეფე დავითი იწყებს მონასტრის ტერიტორიაზე ღვთისმშობლის ეკლესიის მშენებლობას, რომლის თაოსნობაც არსენ იყალთოელს დაევალა.
სხვათა შორის ამ დოკუმენტში ისიც არის აღნიშნული, რომ დავითის ქონების რაღაცა ნაწილი ინახება უშუალოდ არსენ იყალთოელთან და ამ ქონებიდან აწარმოებს აი ამ ტაძრის მშენებლობას არსენ იყალთოელი. დოკუმენტი გვიჩვენებს, რომ მონასტრის მშენებლობა მეფის სიცოცხლეში დასრულდა, მაგრამ მისი კურთხევა ვეღარ მოესწრო. დავითი ანდერძა ტოვებს, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში მონასტერი მისმა ძემ, დემეტრემ, არსენ იყალთოელმა და მეფის მოძღვარმა იოანემ მოლესონ მოხატონ და აკურთხონ ქართლის კათოლიკოსის წინამძღოლობით. მეორე ძალიან საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ეს დოკუმენტი, მაგრამ ალბათ განსაკუთრებით საინტერესო არის ის, ამ ყველაფრის სანაცვლოდ რას ითხოვს დავითი აი ამ ეკლესიისაგან. დიდმარხვის ყოველ პარასკევს მეფის სახელით თბილის ეპისკოპოსი შეეწირათ ეკლესიისთვის. დიდმარხვის პირველი შვიდეულის პარასკევს მის სახელზე უნდა შეესვათ შესაბამისი რაოდენობის ღვინო და მოიხსენებინათ მეფე. უფალო ღმერთო, დავითს მიუტევენ ბრალნი მისნის სიყრმისა და ცდომილებისანი. დავითის აშენებულ ეკლესიაში ყოველ კვირა მის სახელზე მორიგე მღვდელს წირვა უნდა დაეყენებინა. იმით კი არ დიდგულობს, რომ დაიპყრო კავკასია ნიკოფსიიდან ლამის დარუბანდამდე, არა, მას განცდა აქ, რომ მას ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული და აი სწორედ ეს სინანულის განცდა ტანჯავს და სულ ამას ითხოვს აი ამ მონასტრისაგან, რომ ილოცონ მისი ჩადენილი დანაშაულებებისა თუ შეცოდებების გამო. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი არის იქ, რომ ესე იგი უნდა წირავდეს, როგორც გითხარით, ყოველ კვირიაკე დღეს ჩემს მიერ აშენებულ ეკლესიაში 1 წესიო, მაგრამ ამავდროულად ვალდებულებასაც აკისრებს, რომ ერთ კონკრეტულ დღეს უნდა გადაიხადონ აღაპი წირვის შემდეგ დავითის სულისათვის და ეს ის დღე უნდა იყოსო, როდესაც მე გარდავიცვლებიო. ეს არის უკვე მისი როგორც ქრისტიანი მორწმუნის მეფის მაგრამ რიგითი ადამიანის მოთხოვნა და ძალიან ეხმიანება დავითისავე გალობანის სინანულისანი რომ გვაქვს ჩვენ ეს ადამიანური ცოდვების მონანიების შესაძლებლობას სთხოვს უფალს. აი ეს განწყობა თავმდაბლობისა, რომელიც სულ თანსდევს ასე ძლიერ მეფეს გამოხატული ეს მის გალობანის სინანულისანშიც და აი ამ ანდერძშიც ძალიან ადამიანური განზომილებით ამდიდრებს ამ ტექსტს, რაც ძალიან იშვიათია ხოლმე ჩვენს ისტორიოგრაფიაში ძველი ისტორიკოსებთან. აი ძალიან საინტერესო დოკუმენტია, უამრავი ინფორმაციით არის დახუნძლული და განცდაც აი როდესაც ამ ტექსტს კითხულობთ, გაქვთ ისეთი რომ მეფე მიემართება სალაშქროდ, მან იცის რომ ის შეიძლება ვეღარ დაბრუნდეს და ეს არის აი სასიკვდილოდ მიმავალი მეფის მიერ დატოვებული ანდერძი, რომელიც ცდილობს ერთის მხრივ ეს დაუმთავრებელი საქმეები, სასამსახურებელი საქმეები დაამთავროს, მეორე მხრივ ყველანაირად მოემსახუროს, როგორღაც მოიმადლიეროს აი სამონასტრო ძმობა, რომელმაც მისთვის უკუნითი უკუნისამდე უნდა ილოცოს და ამავდროულად ჩანს აი გასაოცარი სინანული იმ დანაშაულებებისა თუ შეცოდებების გამო, რომელიც მას თავის სიცოცხლის განმავლობაში აქვს დაშვებული. აი ამ მხრივ თვითონ ამბობს ამ დოკუმენტში, რომ თუო მეო ცოცხალი დაუბრუნდებიო შარვანიდან ლაშქრობის შემდეგ, ამ დოკუმენტს უკეთესი დოკუმენტით შევცვლიო. მაგრამ ჩემი აზრით უკეთესი დოკუმენტით შეცვლის შემთხვევაში დიპლომატიკური თვალსაზრისით ის დოკუმენტი უფრო გამართული იქნებოდა, მაგრამ ემოციები ესეთი წრფელი, რომელიც ამ ნაჩქარევად დაწერილ დოკუმენტში ჩანს, იმ დოკუმენტში ალბათ ასახული აღარ იქნებოდა. ანუ დიპლომატიკური თვალსაზრისით ის უფრო სრულყოფილი დოკუმენტი იქნებოდა, მაგრამ აი დავითის პორტრეტისათვის, მისი ადამიანური სახის დანახვისათვის და უამრავი აი სტრიქონს და სტრიქონს შორის გაპარული დეტალების ამოსაკითხავად ალბათ ამ ნაჩქარევ დოკუმენტზე უკეთესი დოკუმენტის შედგენას ვერც დავითი და ვერც არსენ იყალთოელი ალბათ ვერ შეძლებდნენ. და თქვენ შემდგომად მომავალ მეფენო, ჩემს ეკლესიას და მონასტერსა ანდერძით ამით შემოგვედრებ
წინაშე ღმრთისა შეკრებასა ჩვენსა, რომელ არასირცხვილისა თანამდებად იხილვნეთ ღმრთისა და ანგელოზთა მისთაგან. მოიხსენეთ ვედრი ჩემი და ნუ ოდეს დამივიწყებთ დავითს.